ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე წარმოგიდგენთ რადიო გრუნისა და სტომატოლოგიის სასწავლო კვლევითი და კლინიკური ცენტრი გრუნივერსის ერთობლივ პროექტს გრუნიმედი. სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ისაუბრებენ ურთიერთკავშირზე სტომატოლოგიურ სტატუსსა და ზოგად ჯანმრთელობას შორის. ეს ის გადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ, რადგან ბევრ აქტუალურ საკითხთან ერთად განვიხილავთ ინტერდისციპლინურ მიდგომებს პრაქტიკულ სტომატოლოგიაში. გადაცემას უძღვება კლინიკა გრუნივერსის ხელმძღვანელი პროფესორი ნინო წილოსანი. გვისმინეთ ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე რადიო გრუნიზე. მოგესალმებით, რადიო გრუნი წარმოგიდგენთ სამედიცინო პროექტს გრუნიმედი, რომელიც ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე გავა ეთერში. სტომატოლოგიის მიმართულებით გადაცემას წავუძღვები მე, გრუნივერსის ხელმძღვანელი, ექიმი სტომატოლოგი ნინო წილოსანი. დღეს ჩვენი გადაცემის თემა გახლავთ დენტოფობია და სწორედ ამ აქტუალურ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი, წარმოგიდგენთ ფსიქოლოგს პროფესორს ბატონ ამას საყვარელიძეს. სალამი, დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონ ამას და მადლობას გიხდით გადაცემისთვის. გადაცემაში მოგზაურობით კარგი. ძალიან კარგი. ბატონ ამას აღნიშნული პრობლემა დენტოფობია, რომელიც მინდა განუმარტოთ ჩვენს მსმენელს, ეს გახლავთ შიში ყოველგვარი სტომატოლოგიასთან დაკავშირებული საკითხის მიმართ. ეს პრობლემა ჩვენთვის პრაქტიკოსი სტომატოლოგებისთვის დღესაც რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ძალიან აქტუალურია. მიუხედავად საოცარი ტექნოლოგიური პროგრესისა ჩვენს დარგში, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ყველა მანიპულაცია ტკივილის გარეშე ტარდება აბსოლუტურად უსაფრთხოდ. მიუხედავად ამისა, ეს არის მაინც გამოწვევა ჩვენთვის პრაქტიკოსი სტომატოლოგებისთვის. და იცით, ძალიან ხშირად ჩვენ სტომატოლოგებს გვიწევს ხოლმე თქვენი პროფესიული მანტიის მორგება. აი მაგალითად ჩემ პრაქტიკაშიც ყოფილა ასეთი რაღაც პაციენტისთვის დათმობილი დაუშვათ 1 საათი, განსაზღვრული 1 საათი, როდესაც მე მანიპულაციაზე მაქვს გათვლილი ეს დრო, მე მომინდომებია სწორედ აი ამ საკითხებზე საუბრისთვის, რომ მოვიპოვო პაციენტის ნდობა, მას შეუქმნა ფსიქოლოგიური და ფიზიკური კომფორტი და ასე შემდეგ. ჩვენ ამას ვცდილობთ, მაგრამ ძალიან ხშირად ეს ან გამოგდის, ან არ გამოგდის. ამიტომ მივიჩნია ძალიან მნიშვნელოვნად, რომ ეს ინტერდისციპლინური მიდგომებით განვიხილოთ. უზოლოდ. და პირველი კითხვით გადმოვალ თქვენთან შეიძლება. თქვენი აზრი ძალიან გვაინტერესებს. განუმარტოთ, გთხოვთ ჩვენს მსმენელს, რა არის დენტოფობიის ფსიქოლოგიური საფუძვლები. და რამდენად ხშირია ეს თქვენს პრაქტიკაში? აი, რა მიდგომებია კლინიკურ ფსიქოლოგიაში აი ამ თემის მოგვარების თვალსაზრისით? დენტოფობიის სპეციალისტი, მე ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ ვარ ფსიქოლოგი. ზოგადი და კლინიკური ფსიქოლოგიის ხაზით მუშაობ და განწყობის კვლევისა და კორექციის ცენტრის ხელმძღვანელი ვარ სამედიცინოში. აი ეს თემები მეტნაკლებად მაახლოვებს თქვენს მიერ დაყენებულ უდავოდ აქტუალურ საკითხთან, იმიტომ რომ დენტოფობიას ისევე როგორც ბევრ დაავადებას მედიცინაში ახლავს თავისი ფობიური შლეიფი, ასე ვთქვათ. შიში, ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებებია მაქვრივ და ღმერთმა დაიფაროს იმ რისკის ხარისხისგან, მაგრამ ადამიანურად ძალიან ბუნებრივი და გასაგები არის დენტოფობია, ანუ სტომატოლოგის მოღვაწეობასთან დაკავშირებული შიშები პაციენტის მხრიდან. დაწყებული ხალათიდან დამთავრებული ბევრი მიზეზი არის, ერთ-ერთი მაინც ფსიქოლოგიურ მიზეზებზე მოგახსენებთ. ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი არის თვითონ საზოგადოების შიში, ზოგადად კბილის ექიმი, კბილის ტკივილი. რა თქმა უნდა, უსიამოვნო რამეა ტკივილი, ნებისმიერი ტკივილი, კბილის ტკივილის მათ შორის. მაგრამ კბილის ტკივილს კიდე დამატებითი ფსიქოლოგიური ფაქტორები, ადამიანები ძალიან გრძნობიარი არიან პირის ღრუში უცხო სხეულის მოხვედრისა.
ინტიმის უკიდურესი ფორმაში შედის უკვე ტექნიკა. და ეს რეაქცია ადამიანებისა ჩვეული რეაქცია მიუღებლობის დენტოფობიის ფორმით ექიმის მიუღებლობისა არ არის გასაკვირი, თითქოს ბუნებრივია. ოღონდ თქვენ კითხულობთ რა უწყობს ხელს. ბევრი რამე ერთი ვთქვი, რომ საზოგადოება უწყობს ხელს თავისი შიშებით. გამოცდილებაზე დაფუძნებული, ალბათ ამას გულისხმობთ? არა, შიშები მოდაში შემოდის, რომ უნდა გეშინოდეს და გეშინია. უფრო მარტივი არის ხოლმე ვიდრე გამოცდილება კიდე. იმიტომ რომ თავის ხრივ რაც თქვენ ბრძანეთ, მით უმეტეს დღევანდელ პირობებში გამოცდილება არის ხავერდოვანი სტომატოლოგიაში, იმიტომ რომ ტკივილის პრობლემა პრაქტიკულად მოხსნილია. ამიტომ ემატება უკვე ის, რაც გამოცდილებიდან აღარ არის, უკვე რაღაც სიმბოლური ტკივილი, კბილის ტკივილი იმ საშინელებისა, რაც ადამიანს შეიძლება გადახდეს. განსაკუთრებით ძლიერი არის ამ ფაქტორებს შორის შეიძლება თქვენთვის ასე ვთქვათ ზედმეტი იყოს ამ ფაქტორზე ლაპარაკი, რადგან სტომატოლოგიის საქმე არ არის მართლა ფსიქოლოგიურ, ფსიქიატრიული დახმარება სტომატოლოგს შეიძლება ასეთი კუთხე ავიღოთ და ასეთ დახმარების ფარგლებში დარწმუნებული ვარ, რომ გამოტივდება, რომ ნევროტული ადამიანი ზოგადად უფრო მგრძნობიარეა. სინათლის მიმართ, სიბნელის მიმართ, ამინდის მიმართ, რაღაც ყველა პრობლემის მიმართ. აი ეს ზედმეტად მგრძნობიარება, ჰიპერსენსიტურობა, თუ მეცნიერულად ვილაპარაკებთ, ერთ-ერთი მიზეზი არის იმისა, რომ ფობია გაჩნდეს. ბატონო რამაზ, თქვენ რაც ახლა ისაუბრეთ, მე უბრალოდ ასეთი აზრი გამიჩნდა, ეს ყველაფერი, აი ადამიანების ასეთი მაღალი ემოციური დაძაბულობა და წინასწარ განწყობა, რომ ჩვენ რაღაცაზე სულ უნდა ვინერვიულოთ, სულ გადაძაბულები უნდა ვიყოთ, ზოგადი აი ეპოქალური სტრესის, აი რაც ახლა ხდება, ამის ბრალიც ხომ არ არის, ხომ არ აპროვოცირებს ეს ზოგადი? კი ბატონო, დავამატოთ. რაღაც ერთი კბილი და ზედ უკვე ეპოქა. მესამე ქართველობა. ვენორი ქვაჩახია იყო ფილოსოფოსი, ცხოვრებული ძალიან აზრიანი, ძალიან გონება მახვილი და შემდეგ. და 90-იანების ბოლოში მოდაში შემოვიდა რატომღაც რუსთაველის კვლევა ყველას მიერ. ფიზიკოსი იყო, იკვლევდა კოკასაში რაც ადგას იგივე გადმოდინდების, ესე იგი ფიზიკა იცოდა რუსთაველმა იქ რაღაც და ასე შემდეგ. და ვენორიც მას მოკიდა ხელი ვეფხისტყაოსანს და შეისწავლა და მოხსენება ჰქონდა უნივერსიტეტ ჯავახიშვილში იმაზე, რაც ნახა. კაცო, რა მეკვირსო, იციო? ეს ტარიელიო, რასო ტირისო? მთელი პოემის გამოვიდა ტარიელი ტირისო. სწორია, ტირისო. აგერ ფსიქოთერაპევტად ავთანდილი მიადგა, ხო? და მე და მეთოდი ზუსტადაა ნათქვამი. რაით თერაპია ქვია მაგას, ნევროტიკს რო დასვამ ცხენზე და ატარებ იმ ცხენზე. ცხენთან ერთად ყოფნა უკვე ფსიქოლოგიური შედეგს იძლევა. ავთანდილმა შესვა ცხენზე და ცოტა ხანს და რატო რა ხდება, კაცო, აი ეგ ვერ გავიგე, რატო ტირისო. მეგობარი აღმოსავლეთიდან მყავდა და იმას რო გაუზიარე მეთქი ვენორი მასეთ მასე მთელი სპარსული პოეზია ტერილიაო. მართალია, სპარსული პოეზია ტერილია. ოღონდ იქ სტირილი რაღაც მნიშვნელობრივი რამე, ემოციის სიტყვა ემოციას ანაცვლებენ ტირილი, ტანჯვით, ვაები. და ჩვენ ხო სპარსულ კულტურასთან ახლო მყოფი კულტურაა. იქიდან
მე რაც ბოლომდე არ მივიღეთ, მაგრამ ისეთი რამე რაც პრობლემას არ ქმნიდა, რელიგია არ მივიღეთ, მაგრამ აი ეს ემოციური რეაქციების სტანდარტები აღმოსავლეთიდან გვაქვს აღებული და არა ჩრდილოეთიდან. ამიტომ განასხვავებენ ფსიქოლოგიაში კოლექტიურ კულტურებს და ინდივიდუალისტურ კულტურებს. დაახლოებით სამხრეთულ კულტურებს და ჩრდილოეთის კულტურებს. ჩრდილოეთში მცხოვრებლები უფრო გრილები არიან, თუ შეიძლება ითქვას. სამხრეთელები უფრო ემოციურები. იტალია რო იტალიაა, ჩრდილო იტალია უფრო დალაგებულია. ვიდრე სამხრეთი. სამხრეთი ჩვენ გვავს. ჩვენ გვანან მგონი. ხო და აი ჩვენს მაგ ტიპის კულტურაში ვართ მოქცეული, სადაც ემოციურობა ბუნებრივი რეაქცია, ხო? აი ამ თქვენი ნათქვამიდან ახლა ვფიქრობდი, არ არის საკმარისი, რომ ადამიანმა პერსონალურად მისი ემოციური სტაბილურობის საკითხი მოაგვაროს და თვითონ ვერ მოაგანო რაღაცა კომპლექსური მიდგომა უნდა ამას აუცილებლად, ხო, რა თქმა უნდა, ადამიანი მარტო ალბათ ამას ვერ შეძლებს, გაუჭირდება უბრალოდ და სწორედ ამ კონტექსტში, აი იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც დენტოფობია ქვია და ჩვენთვის გამოწვევაა სტომატოლოგებისთვის ეს საკითხი, აი როგორია თქვენი როლი, როგორია კლინიკურ ფსიქოლოგიაში გავრცელებული დაუშვათ ის მეთოდები, რითაც თქვენ ეხმარებით პაციენტებს აი ამ პრობლემის მოგვარებაში. უნდა ვეხმარებოდეთ. წესით მთელი ნუსხა ძირითადად ფსიქოთერაპიული მიდგომებისა დენტოფობიაშიც ჩართულია. ეს არის ერთის მხრივ საუბრის მეთოდი, კოგნიტურ ბიჰევიორალური თერაპია ქვია, როცა გაუცნობიერებელ რაღაც და ემოციური სტრესის, დეპრესიის და აფექტების მოხსნა ყველაზე შედეგიანი ამეთი არის. ქცევითი თერაპია, ხო? კოგნიტურ ბიჰევიორალური თერაპია. აბრევიატურაც მასეთია, კოგნიტურ ბიჰევიორალური. და რასაც ჩვენ გვყავს შესანიშნავი სპეციალისტები, კი ბატონო. არის ხშირად ხმარობენ გიპნოზს. არის ეფექტური სუგესტია და გიპნოზი. ახლა ეფექტური როგორ მოგახსენოთ, ექიმებისთვის ეფექტური არის ნარკოზი. და ნარკოზს ხმარობენ დენტოფობიაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ხშირად მივმართავთ. ხო და თუ ნარკოზი ეფექტურია, ესე გიპნოზი ეფექტური, იგი ხო მექანიზმი ხო იგივეა, უნდა გაითიშოს და რა არის ნარკოზი და გიპნოზი? დაბლეცება მგრძნობელობა, რაზეც საუბრობდით. კი ბატონო. და უნდა გათიშო ითიშება მგრძნობელობა და მერე ხშირია დაუშვათ იგივე ნარკოზის მოხმარება ბავშვებთან. რომლებთანაც შეგნება და საუბარი ბავშვთან ძნელია, ხო? ემოციურია ძალიან. მე დავამატებ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ზუსტად ბავშვთა და მოზარდთა ასაკში გარკვეული შემთხვევები დენტოფობიის, რომელსაც ემატება იქ ინექციის შიში და ხმა განსაკუთრებით რეაქციები აქვს აი ხმაურზე. ეს რომ დადგენილია, რომ ყველაზე მეტად სტომატოლოგიურ პაციენტს რაც აღიზიანებს, ეს არის ბორმანქანის ხმა. ხო, იგივე შუქი, განათება, ყველაფერი, ხომ? და განსაკუთრებით აქტუალურია ეს თემა ჩვენთვის და პრობლემურია ასეთი პაციენტების მართვა თუ საქმე გვაქვს რისკის ჯგუფის პაციენტებთან, მაგალითად შიშიმ პირებთან, ხომ რაღაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, აი აუტისტური სპექტრის, დაუნის სინდრომის მქონე და ასე შემდეგ ბავშვთა ასაკში პაციენტებთან განსაკუთრებით. რომელთა მართვა სიტუაციურად ძალიან რთული და ჩვენ ძალიან ხშირად, ძალიან ხშირად რიგ შემთხვევებში გვიწევს მათი გადამისამართება სტაციონარში, რომ ნარკოზის ქვეშ ან სედაციის ქვეშ მოხერხდეს სტომატოლოგიური დახმარების გაწევა და ეს მართლაც ძალიან სერიოზული პრობლემაა და მე მინდა აქვე ჩაგეძიოთ აი ამ საკითხთან დაკავშირებით როგორია რა თქმა უნდა სტომატოლოგის როლი ეს ნათელია ახლა როგორი უნდა იყოს კარგი სტომატოლოგი რომელსაც კარგი კომუნიკაციის უნარები უნდა გქონდეს რომ მოერიოს ამ პრობლემას და გაუმკლავდეს მაგრამ მშობლების როლი როგორია ბატონო რამას ასეთი კრიტიკული სიტუაციების დროს როდესაც ჩვენს კაბინეტში ზის ბავშვი ან
ან მოზარდი, რომელსაც აქვს პრობლემა, არა აქვს მნიშვნელობა ის რისკის ჯგუფის პაციენტია თუ არა და ამ დროს მშობელი არის ჩვენ კაბინეტში და ის ორნაირად ერევა, ან გვეხმარება, ან გვიუარესებს მდგომარეობას, მე მქონია შემთხვევა, როდესაც იცით რა არის, ვერ გეტყვით ახლა სხვადასხვა შემთხვევა გვაქვს, მე მქონდა უბრალოდ ერთი შემთხვევა, როდესაც ახლა არც ცოტა მე უხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ მშობელმა ჩემს სავარძელში პაციენტი გალახა უბრალოდ და მე და ჩემი ასისტენტი ვიდექით ანუ დავკავებული ვიყავით მშობელს ვაცლიდით ბავშვს. იყო მე მესმის იმ მშობლის რეაქცია და მისი ემოციური მდგომარეობა, მაგრამ ასეთი ხდება. და აი როგორია მშობლების როლი თქვენი აზრით, აი რა როგორი უნდა იყოს მათი ასე ვთქვათ მიდგომები, როდესაც ბავშვს ასეთი პრობლემა აქვს, დენტოფობია და სხვა მენტალური პრობლემები. მე რაც არ უნდა გითხრათ, დიახ. იმიტომ რომ თქვენ შესანიშნავად დახალტეთ უკვე სურათი, პრობლემა მშობელია. როგორ შეიძლება იმ ბავშვობია არ კონდეს, როცა მშობელმა მასეთ ემოციურობას ავლენს. თუ შანსი არ ხო და აი მშობელს როგორ უშულოთ, ეგ მე არ ვიცი. ეგ დამძნელი. იმიტომ რომ ეგ უკვე სხვა სამუშაო თქვენი სამუშაო აღარ არის დაუშვათ ჩვენ ამდე სამუშაოა ეს ალბათ ხო რა თქმა უნდა ეს ოჯახური თერაპია თუ მშობლების მიმართვიანობა ფსიქოლოგთან ალბათ მეტი უნდა იყოს ინფორმირებულობის დეფიციტი ხომ არ არის ფსიქოლოგიიდან შემოგბედოთ საინტერესო იქნება ფსიქოლოგიაში საერთოდ ფობია არ ყოფილა განხილვის საგანი უზნაძესთან უფრო ზოგადი პათოლოგიის ინტერესი იყო შიზოფრენია და მისნაირი მაშინ გავრცელებული რამოდენიმე ისტერიის ჩათვლის კვლევები ქონდა, მაგრამ თეორიული გააზრება არ ქონია, იმიტომ რომ არ იყო ხელშემწყობი პირობები საბჭოთა პერიოდში. განწყობა გენიალური რამე არ ამხრივ, რისკენაც განწყობილი ვარ, ის ხდება ჩემთან. აი ფსიქოგენური სიკვდილი რო ვთქვი. თუ განწყობილი ვარ, რომ მოვკვდები, ხო? სამწუხაროა, მაგრამ მაინც. ანუ თუ განწყობილი ვარ, რომ მეტკინება, შევწუხდები, რომ უნდა მეშინოდეს, შემეშინდება. რა შემთხვევაში არ მექნება შიშის განწყობა? ეგრე რო დავაყენოთ საკითხი. თუმცა მასე არ აყენებენ ტრადიციულად მათ შორის სამედიცინო ფსიქოლოგიაში. არ ექნება ადამიანს შიშის განწყობა თუ დარწმუნებულია რომ თვითონ ძლიერია. შიში გიჩნდება იმის მიმართ, რაც მიგაჩნია რომ შენზე ძლიერია და შენ სუსტი ხარ. თუ ის სუსტია და შენ ძლიერი ხარ, შიში ხო არ გაგიჩნდება. მათ შორის არც რაციონალური შიში? არანაირი ემოციური შიშიც არ გაგიჩნდება და რაციონალურიც. იმიტომ რომ ემოციურიც პატარა ბავშვი გემუქრება დაუშვათ. შიში არ გიჩნდება. იმიტომ რომ იცი რომ სუსტია. აბა ხუთი იმხელა წარმოიდგინე კაცი და იმან დაგიწყო მუქარა. შიში გაჩნდება, იმიტომ რომ ის შენზე ძლიერია. ეს ემოციური რეფლექსია ავტომატურად ჩნდება და არარაციონალურად. აქედან გამომდინარე. იმისთვის რომ ზედმეტი შიშები არ გქონდეს, ჩვენ თავში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ძლიერები ვართ. და თუ შიშები ჭარბად გვაქვს, ესე იგი საკუთარ თავში არ ვართ დარწმუნებული. ესე იგი ჩვენი კულტურა უშვებს ათასობით ადამიანს როგორც გამომდინარე კომპლექს არის, ხო? ანუ ეგ უფრო ადლერს ეკუთვნის კომპლექსის გაგება. როგორც ისეთ ხალხს, ვინც თავის თავში არ არის დარწმუნებული. დაბალი თვითშეფასებით. დაბალი თვითშეფასებით. მე მქონდა ორი შემთხვევა, სრულიად შემთხვევით, ზოგადად პრაქტიკა არა მაქვს. არ ვარ პრაქტიკოსი ბევრი მიზეზისგან. მაგრამ სტუდენტმა შემომჩივლა.
ვასწავლედი აუტოგენურ ტრენინგს, რომელიც ბევრი იოგას ელემენტებს ატარებს და იოგაში ერთ-ერთი მთავარი არის განსხვავებით აუტოგენური ტრენინგიდან, რომელმაც ევროპელებმა გადმოიღეს და მთავარი დატოვეს. იოგაში ერთ-ერთი მთავარი არის, რომ იოგს თავისთავად ღმერთის ტოლად მიაჩნია. ისევ როგორც მის წინამორბედ შამანს ღმერთად მიაჩნდა თავი და ასე შემდეგ. ანუ ღმერთობა ეხლა რა არის? ნუ ღმერთობა არის რაღაც საკუთარ ხოლო აი ამის ტექნიკას ვასწავლი, როგორ იგრძნო თავი უფრო ძლიერად, წმენდა ტექნიკური მოვლენაა რა. სიტყვა ღმერთს სულ არ ახსენებ. ოღონდ ის ექნება იმას ზებუნებრივობის განცდა. ზებუნებრივობის რა? სიძლიერის განცდა. ხოლო ეს რო ჩავათავე ეს კურსი, უკვე ბოლო ეს იყო შეხვედრა ბავშვებს დავავალე, რომ აი კვირაში ერთხელ მოდიოდნენ და დავალებდით მას, რომ აი ბოლოსთვის მომიმზადეთ მეთქი სიზმარში ნახავთ იმას, რაც გინდათ. და რომ ნახოთ ის სიზმარი, რაც გინდა. ეს უკვე რაღაც ეტაპია, როცა საკუთარ თავს მართავ, ხო? სიზმარს თუ მართავ, ემოციასაც მართავ. მოიტანეს, ნახეთ მას გამომიცხადეს უმეტესობა. და ასე შემდეგ, დამთავრდა. დამთავრების მერე ერთმა გოგონამ მეგობარი დაიტოვა და მინდა რაღაც კითხოთ, რა იყო? მეო შიში მაქვს. ვაჟავას პროსპექტზე ვერ გადავდივარ, მარტო მეგობრებს გადავყავარო და იმას დაიქნია თავი, კი ჩვენ გადავყავს. თქვენი ვარჯიშების მერე გამიქრა შიში და ეგრე უნდა ყოფილიყო. მეთქი ეგრე უნდა ყოფილიყო. რა საინტერესოა. ანუ რაღაც ტექნიკებით რომ მიაღწია იმას, რომ ძლიერია შიში და არც ვიცოდი რომ შიში აქვს, ხო? თავისთავად გავა. თავისთავად გაქვს, რატო შეუთავსებელია. წყალი და ცეცხლი ხო არ შეუთავსებელი. თუ ბევრი წყალს დაასხავ, იქ ხო ცეცხლი არ გაჩნდება. რა თქმა უნდა. და თავდაჯერებულობა, სიძლიერის განცდა, თავისუფლების განცდა, იოგა გენიალური წიგნია, იოგას თაობაზე მირჩე ელიადეს. სათაური წიგნისა არის იოგა, თავისუფლება და უკვდავება. იოგა თავისუფლების განცდასთან არის დაკავშირებული. ის შემთხვევით სიტყვა არ არის. ოღონდ რისგან თავისუფლება? მოთხოვნილებებისგან და შიშისგან თავისუფლება. აი ასეთი თავისუფლების ამ მხრივ ფსიქოლოგიური განცდა არის იმის პირობა, რომ იქ შიში, მათ შორის კბილი რაღაც სახსენებელი, იქ შიში ნაკლებად იყოს. ანუ გვაქვს იმედი, არსებობს იმედი, რომ შეიძლება ჩვენი დენტოფობიით შეპყრობილი პაციენტების მდგომარეობა შემსუბუქდეს ფსიქოლოგების დახმარებით. ზოგადი ფონი უნდა იყოს იმისა, რომ არ არის სასურველი მდგომარეობა შიში. ჩვენ სამწუხაროდ სულ ორი კულტურა არის, მე მგონი მსოფლიოში, სადაც შიში მიუღებელია იაპონური და ინგლისური. ორივე შედეგები, კულტურული შედეგები ვიცით, ხო? კადრებიც არის, თვითმფრინავი იღუპებოდა და იაპონელები არ ენძრეოდნენ, პანიკა არ დაუწყია. მიუღებელი. აი ცოტა თუ წავა ჩვენი კულტურა იქისკენ, რომ შიში, სიმხდალე, ემოციურობა, ზედმეტი უარყოფით ემოცი მიუღებელი გახსება, თქვენთანაც უკეთესად იქნება შედეგი. ჩვენი გენეტიკა მოგცემს ამის საშუალებას, ბატონო. გენეტიკა არაფერ შუაში. არა. არაფერ შუაში იმხრივ, რომ დასავლადია ეს ალბათ ყველაფერი და შესაძლებელია. თუ კი გარემო გენებს გადაწევს გვერდით, გენები გადაიწევა, თორე გენებში ჩვენ მოგეხსენებათ ექიმებს, გენებში ჩვენ უამრავი რამე გვიძებს, ისეთი, რომ ამოტივტივდეს გავქრებით, მაგრამ ყველა ავადმყოფობა არ ტივტივდება, იმიტომ რომ გარემო არ აქვს. რა თქმა უნდა. ასე რომ იმედი ვიქონია. ძალიან კარგი. ანუ გამოვალ მდგომარეობა არ არსებობს. ბატონო რამაზ, ეხლა ეს საინტერესო საკითხი და ესე თქვენ საინტერესო საუბარი, ცოტა რომ შემოვაბრუნოთ და სხვა რაკურსით დავინახოთ. მე მინდა გკითხოთ თქვენი როგორც ფსიქოლოგის ხედვა როგორია ჩვენი სტომატოლოგების პროფესიის მიმართ. ანუ როგორ დაახასიათებდით
პრაქტიკოსის სტომატოლოგის ფსიქოემოციურ სტატუსს, მენტალურ სტატუსს. ეს ეხლა დამეთანხმებით ალბათ, რომ ყველა საექიმო საქმიანობას შორის სტომატოლოგებს აქვთ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, როგორც ემოციური, ისე ფიზიკური სამუშაო და არც თუ ისე ხშირად ჩვენ თვითონ გვაქვს ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა. თქვენი თვალით დანახული ჩვენი პროფესია როგორია? Როგითხრათ, რომ ძალიან ამ ნაფიქრი მაქვს, ამ მზადვარ მაგ ტიპის კითხვისთვის მოგატყუებთ. მაგრამ შინაგან ორგანოებზე ექიმი რო ოპერაციას ატარებს, დაფარულია პაციენტი და მარტო ის ადგილი ჩანს. და მას ძინავს. ჰა? მას ძინავს და ცნობიერება არ აქვს შენარჩუნებული. დაახლოებით მასეთი პრობლემა დგება სტომატოლოგთან. მას უწევს ემოციურად საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანის ყურება. თვითონ სხვა ადამიანია ბოლომდე. აი ამ ტიპის დისკომფორტი როგორ იმუშავოს პროფესიულად ისე რომ სხვა ადამიანისთვის მიყენებული ტკივილი მისთვის არ გახდეს პრობლემები, საკუთარი ფსიქიკის დაგრევის. ეს მეჩვენება ყველაზე რთულ საკითხად სტომატოლოგიის პროფესიაში. იცით პატარა სტატისტიკა რომ გითხრათ, აი ბოლო კვლევებით, მაგალითად შეერთებულ შტატებში გამოკითხულ სტომატოლოგთა პრაქტიკოსი დენტისტების გამოკითხვების შედეგად დადგინდა, რომ მაგალითად 36% აღნიშნავს უმძიმეს სტრესს, ფსიქოლოგიურ სტრესს. თავის საკუთარს. დიდ ბრიტანეთში მაგალითად სადღაც 25% თუ არ ვცდები, აღნიშნავს რომ მათ აქვთ მძიმე დეპრესია, შფოთვითი აშლილობები და მათგან 17%-მა გადაწყვიტა რომ პროფესია შეიცვალოს. ეს მხოლოდ პროფესიული ნიშნით ვამბობ მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობას და ასე შემდეგ, სხვა ქვეყანაში სხვადასხვა მონაცემები. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ სტუდენტებს აი პირველ საწყის ეტაპზე სწავლების ვაცნობთ ხოლმე სტომატოლოგის მათ მომავალ პროფესიას ძალიან დეტალურად უხსნით ხოლმე, რომ არ შევაშინოთ ისე, რამდენად მძიმეა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ფიზიკური თვალსაზრისით ეს პროფესია, რათა მათი პროფესიული არჩევანი იყოს სწორი, იმიტომ რომ პროფორიენტაციის პრობლემა ძალიან აქტუალურად დგას აი ახალგაზრდებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ძალიან სტრესოგენული, ძალიან და ალბათ რა ვიცი, გამოსავალი ვფიქრობ ჩვენთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი პაციენტებისთვის მართლაც სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა ხარისხიანი და ასევე არ დავიზიანოთ ჩვენი საკუთარი ჯანმრთელობა, ალბათ არის ის, რომ ჯერ ეს ერთი მივხედოთ ჩვენს ფსიქოემოციურ სტატუსს, ალბათ ცოტათი შევამციროთ სამუშაო დრო, ალბათ დროის გადანაწილება, რაღაც ყურადღების გადატანა სხვა, რაღაც იქნება სპორტული აქტივობა თუ რაღაც ღონისძიებები, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას უბრალოდ ცოტათი გააუმჯობესებს, ალბათ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პროფესიული დაავადებებით ძალიან მაღალ პროცენტში ვლინდება სტომატოლოგებს შორის, მით უმეტეს ვისაც დიდი სტაჟი აქვს და ამ მხრივ ალბათ ჩვენი საუბარი ჩვენი კოლეგებისთვისაც საინტერესო იქნებოდა. ერთ ვაქნას რომ რამეში გამოვადგეთ. მაგრამ მე მგონი შეიძლება აი რაც აღნიშნეთ რაღაც დეპერსონალიზაცია ხდება ხო ამ დროს ავადმყოფის. სწორედ იმიტომ რომ ექიმს არ გაუჩნდეს ხელისშემშლელი ემოციები ავადმყოფის მიმართ. აი ეს დეპერსონალიზაციისთვის შეიძლება ხა სახეს პირის ასევერ იმასდა, მაგრამ სინათლის რეგულაციით შეიძლება რაღაცები რაკეთდეს, ანუ ჩაბნელდეს ოთახი და მარტო საოპერაციო ზონა განათდეს ან რაღაცა. მოკლედ, აი ეს დეპერსონალიზაციის თემა მით უმეტეს სახესთან აქვს სტომატოლოგის საქმე და სახე ყველაზე პერსონალთან გაიგივებული სახეა უმთავრესად. ეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ალბათ დენტოფობიის გვერდით, დენტოსტრესი შევავციროთ როგორმე ხო? თვითონ ემეებთან სტომატოლოგებთან ალბათ ეს პროფესიული სტრესის თემა ალბათ არის და
თქვენ გაამახვილეთ ახლა ყურადღება, თორე ნამდვილად არ გიფიქრია, არ ჩანს ასე ხომ? კი, ნამდვილად არსებობს ალბათ დიდი შანსია და რა მოიძებნება მე ვნახოთ. უღმესი მადლობა ბატონო რამაზ საინტერესო საუბრისთვის. ეს გახლავთ სამედიცინო გადაცემა გრუნიმედი, მე გახლავართ მისი წამყვანი ექიმი სტომატოლოგი ნინო წილოსანი. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. საუკეთესო სურვილებით.